დიდი თუ პატარა სახელმწიფოების გამორჩეულო წარმომადგენლებო, მე თქვენ მოგმართავთ არა როგორც დიპლომატი ან და ადამიანი, რომელიც მიჩვეულია ბანკეტზე სიარულს ან საზეიმო ვითარებაში ხელის ჩამორთმევას. მე იმისთვის არ მოსულ ვარ, რომ დახვეწილი პოლიტიკური ფრაზებით გესაუბროთ. მე აქ მოსული ვარ როგორც ჩემი ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი, დაწურლებული მიწისმცველი, იმ კონტინენტის შვილი, რომელმაც მთელი მსოფლიოს ჯვარი იტვირთა, თუმცა გამარჯვების გვირგვინი ჯერ ვერ მოირგო. ჩემი სახელია კაპიტანი იბრაჰიმ ტრაუერი, ბურკინა-ფასოს პრეზიდენტი და დღეს ვსაუბრობ არა მხოლოდ ჩემი ქვეყნის 22 მილიონი ადამიანის სახელით, არამედ იმათი სახელითაც, რომელთა ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, რომელთა ტკივილიც უგულებელ ყოფილი იქნა და რომელთა ღირსებაც არაერთხელ შეიბღალა საგარეო ინტერესების გამო. აფრიკა არ არის მათხოვარი, აფრიკა არ არის ბრძოლისველი, აფრიკა არ არის თქვენი ექსპერიმენტების ადგილი, მარიონეტი, თქვენი ნედლეული საცავი. აფრიკა იმისთვის არ არსებობს, რომ ვინმეს წინაშე დაიჩოქოს, არამედ ფეხზე დადგეს და დღეს მე ამ დიდი ასამბლეის წინაშე ვაცხადებ, რომ აფრიკა არ დაიჩოქებს. ის ქეთს არ მოიხრის გლობალური პოლიტიკის ყალბი დიცულოვნების წინაშე. ათწლეულობის მანძილზე ჩვენ გვიგზავნიდით დახმარებას ერთი ხელით და მეორე ხელით სიცოცხლეს გვისპოვდით. თქვენ ჭებს აშენებდით სოფლებში და ამასთანავე თქვენი კორპორაციები აშრობდნენ მდინარეებს. თქვენ გვაწვდით ვაქცინებს და აპატენტებდით სამკურნალო საშუალებებს. თქვენ საუბრობთ კლიმატის ცვლილებაზე და აგრძელებდით იმ ძალების დაფინანსებას, რომლებიც წვავენ ჩვენს ტყეებს და აშრობენ ჩვენს ტბებს. ეს რანაირი დიცულოვნებაა? ის, რომელიც კვებავს პირს, მაგრამ გიხშობს ხმას, ადამიანს ტოვებს ცოცხალს იმისთვის, რომ მათზე იყოს დამოკიდებული. ჩვენ ბრმანი არა ვართ ასეთი ფარისევლობისადმი. ნება მიბოძეთ, ცალსახად გითხრათ, ჩვენ უმადურნი არ ვართ იმ გულწრფელი ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რაც მივიღეთ, მაგრამ ჩვენ უარს ვამბობთ გლობალურ წესწყობილებაზე, რომელიც ექსპლუატაციას ნიღბავს პარტნიორობის საბურველში. ჩვენ უარს ვამბობთ ისეთი ფინანსური დაწესებულებებისგან დაფინანსების მიღებაზე, რომლებიც ერთი ხელით თითქოს გვეხმარებიან და მეორე ხელით სუვერენიტეტს გვართმევენ. აფრიკას აღარ სჭირდება საქველმოქმედო დახმარება, ჩვენ სამართლიანობა გსურს, ჩვენ საკუთარი ბედის თავად წარმართვა გვინდა, ჩვენ გსურს თავი დავაღწიოთ კოლონიალიზმის თანამედროვე შთამომავლებს. ჩვენი ძროობები არ არის ახალი, ჩვენ ისინი მემკვიდრეობითად გვერგო იმპერიის მშენებლობის ახირების გამო, რომლებიც ჩვენ გვიყურებდნენ არა როგორც ადამიანებს, არამედ როგორც იაფფასიან საქონელს. ჩემი წინაპრებისთვის რჩევა არავის უკითხავს, როცა რუკებს სახაზავით ქმნიდნენ და კომპასებს ამზადებდნენ ბერლინში. ბურკინა-ფასოს საზღვრები, ისევე როგორც სხვა მრავალი აფრიკული სახელმწიფოებისა, არ შექმნილა ჩვენი წინაპრების მიერ, არამედ იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც ფეხი არასდროს დაუდგამთ ჩვენს მიწა-წყალზე, რომლებმაც არაფერი იციან ჩვენი ენის, ტომების ან და ხასიათის შესახებ. დღეს კოლონიალიზმს ახალი სახე აქვს, მასაცვია პიჯაკი, ის მასპინძლობს ფორუმებს, ის ხელს აწერს ხელშეკრულებებს ჟენევაში, პარიზსა და ვაშინგტონში. ის სუვერენიტეტს გვართმევს ჩვენი თანხმობის გარეშე. ის ჯერ კიდევ კარნახობს ნაცვლად დიალოგის დაწყებისა, ის ჯერ კიდევ ახშობს ჩვენს ხმას, ნაცვლად ჩვენი მოსმენისა. თუ თქვენ მშვიდობაზე გსურთ საუბარი, მაშინ მოდით ჯერ პატივმოყვარეობის დათრგუნვით დავიწყოთ. თითქოს მშვიდობა მხოლოდ ის არის, რასაც თქვენ გვახვევთ თავს. რესურსების გამოყენება და განვითარების შესახებ არსებული მითი. ჩვენ განვითარებად სახელმწიფოდ მოგვიხსენიებენ, თითქოს საუკუნეების განმავლობაში ნაქურდალით, ჩვენი მიწებიდან მოპოვებული ოქროთი, ჩვენი მდინარეებიდან მოპოვებული ალმასებით, ჩვენი მიწიდან ამოღებული ნავთობით არ აშენებულიყოს ცათამბჯენები, რომლებსაც ეს ანსამბლეა დგამს. მოდით მარტივად და გასაგებად ვთქვათ, ბურკინა-ფასო არის მდიდარი, აფრიკა არის მდიდარი მინერალებით და კულტურით და სიბრძნით და ახალგაზრდებით, მაგრამ თქვენ გვასწავლეთ, რომ სიმდიდრე გავზომოთ მთლიანი შიდა პროდუქტით და ექსპორტის ღირებულებით. თქვენ ამას ეძახით განვითარებას მაშინ, როდესაც უცხოური კომპანია ფლობს 90% ოქროს მაღაროში ჩვენს მიწაზე. თქვენ ამას ეძახით პროგრესს, როდესაც თქვენი უსაფრთხოების ძალები იცავენ კობალტის მაღაროებს, მაგრამ არა ჩვენი შვილების სკოლებს. ამას არ ქვია პროგრესი. ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა სამართლებრივი დოკუმენტების გამოყენებით. დღეიდან ჩვენ თავად განსაზღვრავთ, რა არის განვითარება ჩვენი პირობების გათვალისწინებით. განვითარება, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვების სკოლაში გაგზავნას, ნაცვლად მინერალების სატვირთო გემებზე განთავსებისა. განვითარება, რომელიც ეფუძნება ჩვენი ქვეყნის, ხალხის და ჩვენი ერის სულისკვეთებას და პატივისცემას. რაც შეეხება ჩვენს სუვერენიტეტს და მასში ჩარევას, რატომ ხდება ასე, რომ როდესაც აფრიკის მოსახლეობა დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებს, ჩვენ არასტაბილურებად მოგვიხსენიებენ. რატომ ხდება ასე, რომ როდესაც ჩვენ სამხედრო თანამშრომლობა გვინდა კოლონიალური სივრცის მიღმა, ჩვენ მოგვიხსენიებენ საფრთხედ. ბურკინა-ფასო რჩეულია, რომელმაც უნდა იაროს სუვერენიტეტის გზით და ის არ უქმნის საფრთხეს მშვიდობას. ის გახლავთ მოციფულობის გამოხატულება. ჩვენ აღარ ვართ თქვენი მეურვეობის ქვეშ, ჩვენ აღარ ვართ თქვენი მცირეწლოვანი პარტნიორები დიპლომატიაში. ჩვენ ვართ თავისუფალი ერი. თუ კი ერი აირჩევს პარტნიორებს, რომლებიც მას პატივისცემენ ნაცვლად ექსპლუატაციისა, ეს არ არის აჯანყება, ეს არის სიბრძნე. დაეყოლა მიცოდეს, რომ საგარეო ძალები ჩვენ გვიკარნახებენ, ვინ უნდა
იყოს ბურკინა ფასოსთან ალიანსში. ჩვენ ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს დავამყარებთ და არა ისტორიული შეცდომებსა ან დღევანდელი დღის შიშზე. შევებრძოლებით ტერორიზმს და სამეწარმეო ომებს. შეიძლება იკითხოთ, რატომ არის ძალადობა საჰელში. შეიძლება იკითხოთ, რატომ არიან ახალგაზრდები შეიარაღებულნი, მაგრამ თქვენ არ კითხულობთ, თუ ვინ იღებს სარგებელს, როცა დაქირავებული მებრძოლები გვიცავენ, მაშინ როდესაც ჩვენი სოფლები ასე მოწყვლადია. თქვენ არ კითხულობთ, როგორ ხდება იარაღი უდაბნოებში, სადაც ფოლადი არ იწარმოება. თქვენ არ კითხულობთ, თუ რატომ ვერ უზრუნველყოფენ სამშვიდობოები ომის დასრულებას. სიმართლე ისაა, რომ აფრიკის უსაფრთხოების პრობლემის ეგრეთ წოდებული გადაჭრის გზები უბრალოდ ბიზნეს მოდელებია. დაუსრულებელი კონფლიქტი გახდა ბაზარი და აფრიკელების ტანჯვა გახდა ჯარში მსახურების ტოლფასი. ბურკინა ფასომ მიიღო გადაწყვეტილება დაარღვიოს ეს ციკლი. ჩვენ შევებრძოლებით ტერორიზმს, მაგრამ არა ვინმეზე დამოკიდებულების ხარჯზე. ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, მაგრამ არა ისე, როგორც ამას უცხოელები გვკარნახობენ, არამედ ეროვნული ღირსებით. კიდევ ერთი საკითხი მიგრაცია და ადამიანის ღირსებაა. ჩვენ არ გვსურს ჩვენი ახალგაზრდობა იხჩობოდეს ხმელთაშუა ზღვის რეგიონში. ჩვენ არ გვსურს ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდები გარბოდნენ იმ ქვეყნებში, რომლებიც ერთდროს ველურებად მოგვიხსენიებდნენ. ჩვენ არ გვინდა ფულადი გზავნილები, ჩვენ გვჭირდება მიზეზები, რომ ჩვენი ხალხი დარჩეს. რატომ ზინავს ჩვენს ახალგაზრდობას? არა იმიტომ, რომ ჩვენ სილამაზე გვაკლია, არამედ იმიტომ, რომ გვაფიქრებინეს თითქოს შესაძლებლობები ნაკლებია. არა იმიტომ, რომ ჩვენი მიწა გძულს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენს მიწას ისე ეპყრობიან, თითქოს ვინმეს პირადი საკუთრება იყოს. მიგრაცია არ არის კრიზისი, იგი იმ ომის სიმპტომია, რომელიც ჩვენ არ დაგვიწყია. იმ სესხების დამახასიათებელი ნიშანია, რომელიც ჩვენ არ გვჭირდებოდა. იმ სოფლიო წესწყობილების ნაწილია, რომელიც ჩვენს ახალგაზრდებს ეუბნება, რომ ნამდვილი ღირებულებები სახლის მიღმაა. პრობლემის გადაჭრის გზა არ არის სასაზღვრო ღობეების აგება. პრობლემის გადაჭრის გზა სამართლიანობაა, რომელიც უზრუნველყოფს აფრიკის ადგილის შენარჩუნებას მსოფლიოში. აფრიკა არ არის შეცდომა, რომელიც უნდა გამოასწორო. აფრიკა არ არის წარუმატებელი კონტინენტი. აფრიკა მსოფლიოს წიაღია, ცივილიზაციის აკვანია, მომავლის იმედის მცველია. ჩვენ უჩინარები გავხადეს მსოფლიო გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში, რომლებიც ღრმა გავლენას ახდენს ჩვენზე. გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე აფრიკას, რომელიც წარმოდგენილია თავისი 54 სუვერენული სახელმწიფოთი, არ აქვს მუდმივი ადგილი. ეს რანაირი სამართლიანობაა? თქვენ ამას ბალანს ეძახით? ჩვენ კი ღალატს უწოდებთ. თქვენ დემოკრატიაზე საუბრობთ და მხარს უჭერთ გლობალურ წესწყობილებას, სადაც რამდენიმე გავლენიანი პირი ვეტოს ადებს მრავალი ადამიანის ოცნებას. ჩვენ აღარ ვიჩურჩულებთ ოთახებში, ჩვენ ვიმსახურებთ გავაჟღეროთ ჩვენი ხმა წმენისა და სულიერი ღირსების დახმარებით. ჩვენ სულიერი ხალხი ვართ. მანამ სანამ თქვენი კათედრალები აშენდებოდა, ჩვენი წინაპრები ზეცას უღაღადებდნენ. სანამ თქვენი მისიონერები მოღვაწეობას დაიწყებდნენ, ჩვენ გვესმოდა მდინარეების და წმინდა ტყეების ენა და კანონები. ქრისტიანობა შემოვიდა, ისლამი შემოვიდა და ჩვენ ისინი მივიღეთ არა როგორც მოლებმა, არამედ როგორც მაძიებლებმა. მაგრამ ახლა ვთხოვთ ეკლესიას და მეჩეთს, დადექით ჩვენს გვერდით, როცა ყველა ადამიანი სიხარბის გამო ტოვებს ქვეყანას გლობალიზაციის საფუძველში. გააჟღერებენ კი თქვენი ამბიონები ჩვენს ტკივილს, თუ მხოლოდ გაიმეორებენ ძლევამოსილთა ხოტბას. აუცილებელია რწმენის დეკოლონიზაციაც. ისინი უნდა დადიოდნენ გაჭირვებულებთან და არა პრივილეგირებულებთან. კიდევ ერთი, რაც შეეხება აფრიკის ერების გაერთიანებას. ეს არ გახლავთ ერთი სახელმწიფოს წარმომადგენლის გამოსვლა, ეს გახლავთ მთელი კონტინენტის ხმა. თქვენ ხედავთ მალის, ნიგერიის, ბურკინა ფასოს, რომლებიც ქმნიან ახალ გაერთიანებას. თქვენ გაშინებთ ჩვენი ერთობა მაშინ, რადგანაც ისე წინააღმდეგება მიც, რომ თითქოს აფრიკის განვითარება მხოლოდ თქვენი ზედამხედველობის ქვეშაა შესაძლებელი. ჩვენ ვერთიანდებით არა იმისთვის, რომ ომი ვაწარმოოთ, არამედ რათა დავიცვათ ჩვენი ღირსება, გავერთიანდეთ სიმამაცით, გავაძლიეროთ და დავიცვათ ერთმანეთი. მაშინ, როდესაც მსოფლიო ზურგს გვაქცევს. პან-აფრიკანიზმი ოცნება არა, ეს ჩვენი ერთადერთი იმედია და ჩვენ ქვაზე დავდებთ. გულებს გავაერთიანებთ თქვენი დასტურის გარეშე. ყურადღება მიაპყარით აფრიკაში მცხოვრებ ახალგაზრდებს, პატარა ბიჭებს, რომლებიც ფორთოხალს ყიდიან გზაზე, გოგონებს, რომლებიც დღეში 10 კილომეტრს გადიან სკოლაში გაკვეთილებზე დასასწრებად, ბავშვებს, რომელთა ერთადერთი სათამაშო ქვაა, თუმცა რომლებიც ვარსკვლავებზე ოცნებობენ. თქვენ ხართ მიზეზი, რომელთათვისაც ჩვენ ვიბრძვით. ნუ ახვევით ტყუილს, რომ თითქოს თქვენი კონტინენტია დაწყევლილი. თქვენ დალოცულები ხართ, ნუ იტყვით უარს უცხოურ პასპორტებზე, იამაყეთ თქვენი სახელით, მიწაწლით, ფესვებით. შესაძლოა მსოფლიომ ახლა არ დაგიკრათ ტაში, მაგრამ მომავალი თქვენ სახელებს პატივით გაიხსენებს და ბოლოს ჩვენ არ დავიჩოქებთ. მე აქ იმისთვის არ ვარ მოსული, რომ ომი გამოგიცხადოთ, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი ნება განვაცხადო. ასე რომ ჩვენ არ მოვიხრით ქეთს შიშის წინაშე, ჩვენ არ დავიჩოქებთ უცხოური ბანკების წინაშე, ჩვენ არ დავიჩოქებთ დრომოჭმული იმპერიების წინაშე, რომლებიც ვითომ და მეგობრებს გვიწოდებენ. აფრიკა არ ითხოვს ადგილს თქვენს მაგიდასთან.